მშვიდობის ეთერშია არჩევანი, არჩევნებამდე არჩევანის ორი გადაცემაა. დარჩენილი, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ეს საეთერო დრო კიდევ ერთხელ დაუთმოთ მერობის კანდიდატებს. დღესაც და მომავალ პარასკევსაც მერობის 9-ვე კანდიდატს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება არჩევანის სტუდიიდან მიმართოს ამორჩეველს და ტელემაყურებელს. დღევანდელი გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე, დავით იაკობიძე და თამაზ ვაშაძე. გადაცემის ბოლო ნაწილში შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რატომ არ ყავს პარტია თავისუფლებას მერობის კანდიდატი, მაშინ როდესაც პარტია არჩევნებში მონაწილეობს და ასევე იბრძვის საკრებულოსათვის. არჩევანის სტუდიაში სანდრო ბრეგაძეს ველოდებით. და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არჩევანის სტუდიაში. საღამოშიდობისა ბატონო ნიკა. მოგესალმებით ბატონო ზაალ. ხოთ. არჩევნებამდე და მერობის კანდიდატები არჩევანში. როგორ იყენებენ ლიდერები ბოლო შანსებს მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რას პირდებიან ამორჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში. მე ვიქნები მათი მამა, ძმა, მეგობარი და ყველაფერს გავუკეთებ, რაც იქნება კანონიერებასთან დაკავშირებული. თავარია ჩვენ ხალხს უთხრათ, რომ ჩვენი მერობის შემთხვევაში ქალაქის მართვა იქნება გამჭვირვალე. რატომ არის კანდიდატების პროგრამებში ხაზგასმული სოციალური პრობლემების მოგვარება და რატომ გადავიდა წინასაარჩევნო კამპანია დაპირებების ბრძოლაში? ჩემი არჩევის შემთხვევაში მუნიციპალური ტრანსპორტი ეღირება 10 თეთრი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის ხმალამოღებული მებრძოლი ვიყო, რომ პრობლემები გადაუწყო. როგორ აპირებენ კანდიდატები თბილისელების პრობლემების მოგვარებას და ემთხვევა თუ არა მათი სურვილების შესაძლებლობებს. არჩევანის სტუდიაში მერობის 4 კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, დავით იაკობიძე, გიორგი ლაღიძე და თამაზ ვაშაძე. თავისუფლების არჩევანი, რისთვის იბრძოლებს კონსტანტინე გამსახურდიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში და რატომ არ ყავს თავისუფლებას მერობის კანდიდატი? ოპოზიციის რაიმე წარმატებაზე საუბარი მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გარეშე ფაქტობრივად გამორიცხულია. რატომ ადანაშაულებს ალიანს სანდრო ბრეგვაძე ოპოზიციის დაშლაში და რა ინფორმაციას ფლობს რუსული გეგმების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი? რუსეთი არაპირებს ფსონის დადებას არც ერთი პოლიტიკოსზე, რომელიც დღესდღეობით ჩანს, რომ ვითომ პრორუსული ორიენტაციის არის. რუსეთი აპირებს ფსონის დადებას იმ პოლიტიკოსზე, რომელიც საერთოდ არ ჩანს. რა შეთავაზება მიიღო რუსეთიდან პარტია თავისუფლებამ და რა პროგნოზი აქვს პარტიული სიის პირველ ნომერს 30 მაისის არჩევნებზე? არჩევანის სტუდიაში სანდრო ბრეგაძე. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ჩვენი სტუმარი გახლავთ ნიკა ივანიშვილი და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ დღესაც და მომავალ პარასკევსაც არჩევანი პირდაპირ ეთერს უთმობს თბილისის მერობის კანდიდატებს. დღეს 4 სტუმარი ყავს და ყველა კანდიდატს აბსოლუტურად ერთნაირი საეთერო დრო ექნება, იმისათვის რომ კიდევ ერთხელ მიმართოს ტელემაყურებელს. ბატონო ნიკა, საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით სტუდიაში. მოგესალმებით მაყურებელს. ბატონო ნიკა, კითხვებიც დაახლოებით ერთნაირი მექნება ყველა კანდიდატთან და პირველი ჩემი შეკითხვა ასე იქნება, რატომ უნდა მოგცეთ ხმა თბილისელებმა? რატომ უნდა დაუჭიროს მხარი თბილისმა ნიკა ივანიშვილს? აქ მთავარი ჩემო ზაალ დამოკიდებულება არის, დამოკიდებულება ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, ის სიახლე, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, სახალხო დემოკრატები ქვია, ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში ჩვენ მშობლიურ ქალაქში სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ბევრი ჩვენი მაჟორიტარი აქ დაბადებული გაზრდილია, გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვინდა რომ ერთი აგური დავდოთ ჩვენი ქალაქის განვითარებაში. სრულიად რეალური დაპირებები, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, ეს არის მხოლოდ ყველაზე მთავარი მომართული ადამიანებისთვის, ხელისუფლება უნდა შრომობდეს ადამიანებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან მისი თანამოქალაქეები და რა ვიცი, ეს მე მგონი ყველაზე კარგი მაგალითია იმის თუ როგორ უნდა მოსინჯოს პირველად ახალმა დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, სამედიცინო პოლიტიკაში თავი, საკუთარ ქალაქში, საკუთარ რაიონში უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. და თუ რატომ უნდა დაგვიჭიროს ხარი ეს ბევრი რამის გამო ეს ჯერ უკვე ვახსენე ეს სიახლე, რომელიც არის ახალი პოლიტიკური ძალა ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან თავის ცხოვრების მანძილზე. ყველა იმ საქმიანობაში, რომელსაც ეწეოდნენ, ამ ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში, ქვეყნის მართვის საკითხებში, ქალაქის მართვის საკითხებში, ამ შემთხვევაში და სრულიად რეალური დაპირებები, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, ყველაზე მთავარი და მინდა ხაზი გავუსვა ამას, უპირველესი ეს არის ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას დაავიწყდა ყველა ის პრობლემა, რომელი პრობლემის გამო ჩვენ ვიკრიბებოდით პარლამენტის წინ, ვაყენებდით საკითხებს, გამოდიოდით არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, კაი გაგებით ვამბობ ამას, წინააღმდეგ გამოდივართ ეხლა უკვე არჩევნების გზით, მაგრამ არ მინდა რომ სხვა თემები წამოვიდა ეხლა წინა პლანზე, რა თქმა უნდა, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი თემაა, მაგრამ იქ ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების დამოკიდებულებაზე იყო საუბარი თავის მოქალაქეების მიმართ, არა სწორ დამოკიდებულებაზე, არა მომდის თავიდან ეს თაბუკაშვილის ქუჩა. კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, ის კადრები, რომელიც მე ვიხილე ტელევიზიის საშუალებით, რასაც თაბუკაშვილის ქუჩიდან
თანამოქალაქეების გამოსახლება ერქვა, ეს იყო სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება არჩეული, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, იმიტომ რომ არჩევნების თემა ეს კიდე სხვა თემაა, რაზეც შემიძლია დიდი ხანი ვილაპარაკო, რასაც ჩვენი ეთერის საშუალება არ მოგწევს ალბათ ამაზე. და ეს თავარი დაპირებები ეს არის ადამიანებისთვის მომართული ქალაქის ბიუჯეტი, ადამიანებისთვის მომართული ქალაქის ხელისუფლება და ბოლოს და ბოლოს სახალხო დემოკრატები, რომლებიც სულ რაღაც 3 თვის არიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერები შევიძინეთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ იმხელა იმედგაცრუება ნახა საზოგადოებამ, ხელისუფლებაზე აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ისედაც გაუწრუა იმედები, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ მეორე გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც ვერ მოახდინეს ამ ხალხის ენერგიის წარმართვა ამ ხალხისათვის ასიკეთო საქმეებისთვის. აი ეს არის თავარი, რატომაც უნდა დაგვიჭირო ვიყავ ჩვენი ქალაქი, აქ ცხოვრობ და გვინდა რომ ჩვენ სახლში ყველაფერი კარგად იყოს. თბილისი ხომ ჩვენი სახლია. თქვენ ახსენეთ რომ 3 თვე არის რაც თქვენი პარტია შეიქმნა. ეს საკმარისი დრო არის იმისთვის რომ პარტიამ არჩევნებში გარკვეულწილად რაღაც წარმატებას მიაღწიოს. 30 მაისი მოვა და არჩევნები დასრულდება, შედეგები დაიდება, ვნახავთ ჩვენი თავარი მიზანია და ეს რაღაც ეჭვები მინდა იმას თქვა გავფანდო იმის გამო რომ რაღაცა ვიღაცის სატელიტები ვართ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამას თავი დავანებოთ ჩვენ არც სახელმწიფო პარტია ვართ არც ოპოზიციური პარტია ჩვენ ვართ ვამბობ ახლა მესამე ძალა რომელსაც გვაქვს ჩვენი ცენტრისტული ხაზი რომელსაც გავატარებთ და ჩვენი ხედვები გვაქვს როგორი მოწყობილი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი და შემდგომში ავსებათ ჩვენი ქვეყანა თქვენ განსხვავებული გაქვთ სტრატეგია ასე თქვა წინასაარჩევნო კამპანიის პარტიების უმრავლესობა და კანდიდატების უმრავლესობა ძირითადად აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებენ და განსაკუთრებული პედალირება ხდება ტარიფებზე. ძალიან ბევრი პარტია საუბრობს ამაზე. თქვენ ადამიანის უფლებების კუთხით მიდიხართ. იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი რაც ზიანი მოუტანა თავის თანამოქალაქეებს ეს იყო მათი უფლებების დარღვევა. ხელისუფლება გამოდიოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას რომელსაც კი ის აღასრულებდა ის დაპირებები რომელიც ხელისუფლებამ გაცა არც ერთი დაპირება შესრულებული არ არის წეგან პრეზიდენტის გამოსვლას უსმენდი მე და გააკრიტიკა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ცრუ დაპირებები მე აქ თან მაქვს მოტანილი 18 პუნქტიანი საბუთი დოკუმენტი რითაც მე მოვითხოვე არსებულმა რომ მოვითხოვე რომ პრეზიდენტს გადაეყენებინა მთავრობა შემიძლია ჩამოგითვალოთ ეს დაპირებები სხვის ცრუ დაპირებებზე ლაპარაკობს პრეზიდენტი მინდა მას ამისთვის მოუწოდო მინდა რომ დღევანდელი წინასაარჩევნო დამოკიდებულება ხალხის მიმართ ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო იმიტომ რომ ნახეთ მის არჩევნების მერე როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანებთან დაკავშირებით და როგორ დამოკიდებულება გაგრძელდება ამ არჩევნების მერე თუ ეს არჩევნები მათ საზეკეთოდ დამთავრდება და მე მიმაჩნია რომ ისინი ისე იყენებენ თავის ყველა აქტივს და ყველა იმ რაღაცა ფინანსურ რაღაცა შესაძლებლობებს რომ რა თქმა უნდა ადამიანებმა ისევ ხმა მიცენ მათ თუმცა ამაში ეჭვმეპარება იმიტომ რომ თბილისში არც ერთი არჩევნები ხელისუფლებას არ მოუგია და იმედი მაქვს რომ თბილისელებს არ დაავიწყდათ ის პრობლემები რა პრობლემის გამოც ისინი იყვნენ მიტინგებზე და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ბატონ ნიკა, გამარჯვების შემთხვევაში თუ თქვენ გახდით თბილისის მერი, რა იქნება ის პირველი, ან თუნდაც პირველი 3 ნაბიჯი, რასაც აუცილებლად გააკეთებს ნიკა ივანიშვილი? პირველი ნაბიჯი, აი ეს ხშირად უსვამთ ამას ხაზს და ეხაც მინდა გავიმეორო, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ გავხსნით თბილისის ბიუჯეტს. თბილისის ბიუჯეტს პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, გამოვაკრავთ მერიის კედლებზე და ყოველი დახარჯული ლარი, ყოველი დახარჯული თეთრი იქნება ღიად გამჭვირვალეთ, იმიტომ რომ ადამიანებმა ნახოთ სად მიდის თავისიანთი გადასახადები, როცა ისინი გადასახადებს იხდიან. იმიტომ რომ მთავარი ჩვენი პრობლემა არის ბიუჯეტის დახურვა, ასეთი გაუმჭვირვალე ბიუჯეტი მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანის მერიაში თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში ვერც ერთი წინადადება და კითხვა რომელიც დავშვით ხელისუფლების წინაშე რა თანხებით აშენდა ის შუშის ხიდი რომელსაც ვაკრიტიკებდით რა თანხებით კეთდება ესა თუ ის დიდი პროექტები რა თანხებით კეთდება მთელი რიგი სამუშაოები რომელსაც ატარებენ ეს გარკვეულწილად დახურულ მუხლებში ასახულით ბიუჯეტის ეს არასწორად მიმაჩნია პირველი ეს იქნება მეორე იქნება ის რომ რა ინიციატივასაც კი თბილისის მერია ჩვენი ხელმძღვანელობით საკრებულო თუ მე ვიქნები თბილისის მერად არჩეული ყველა ინიციატივა იქნება გამოტანილი საჯარო განხილვის ფორმაზე პლებისციტის თუ გამოკითხვის ინიციირებას მოვახდენთ რომ ადამიანებმა მიიღონ თავის ქალაქის მართვაში მონაწილეობა მე ვფიქრობ ეს არის ძალიან დემოკრატიული სწორად გადმული ნაბიჯი ეს არის დამოკიდებულება შენი თანამოქალაქის მიმართ კიდე ერთხელ ვაცხადებ ყველა ქვეყნის ხელისუფლება ყველა ქალაქის ხელისუფლება უნდა იყოს პირველ რიგში მომართული იმისთვის რომ იმ ქალაქში და იმ ქვეყანაში ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ ბატონო ნიკა ბოლოს შეკითხვა თქვენ ბრძანეთ რომ მიტინგებზე იდექით დიახ როდესაც იყო ოპოზიციური გამოსვლები პარლამენტის წინ
დღეს ოპოზიცია აცხადებს, რომ შესაძლოა დაიწყოს კომპრომატების ომი თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის. თქვენ მზად ხართ ასეთ კომპრომატების ომში ჩაება? ვერანაირ კომპრომატს, ერთადერთი კომპრომატი, რომელიც შეიძლება მე რაღაცა დამიდონ წინ, რომ მე საგზაო პოლიციის უფროსი ვიყავი, ეს თემა ეთყობა დაუმთავრებელი თემაა. რაღაცა ოდესღაც დამთავრდება, იმიტომ რომ ყველა ის ნაბიჯი ღია ეთერში, ჩემთან ამოქალაქეების თვალწინ, პირად შეხვედრებში ხსნი ამ ყველაფერს, რატო მოხდა, რატო ვიყავი მე იმ სამსახურის ხელმძღვანელი, როგორ ვითარდებოდა იქ მოვლენები. ვერანაირ კომპრომატების ომს ჩვენ არავის წინააღმდეგ ომს არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ვიშრომოთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი ქალაქისთვის და შემდგომში ჩვენი ქვეყნისთვის. თუ რა თქმა უნდა შესაძლებლობა ამისი მოგვეცემა. და ბატონიკა, ერთ წუთს გაძლევთ თუ რაიმე განცხადების? მე ძალიან დიდი მადლობა, მე მინდოდა რომ მეთხოვა თქვენთვის ეს ერთი წუთი და წინასაარჩევნო პერიოდია, პირველ რიგში მე მინდა ამ ტრიბუნიდან, თქვენი ეთერიდან მოუწოდოთ CSKO-ს, იმიტომ რომ ადამიანები ეხლა უნდა წავიდნენ არჩევნებზე და მე ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას არ აწყობს თანამოქალაქეებრივ არჩევნებზე მივიდნენ. მე მოუწოდებ ყველას, ძალიან გთხოვთ, მობრძანებთ არჩევნებზე, ხმამიაცებთ იმ პარტიას, რომელიც თქვენ მოგწონთ. მოუწოდებ CSKO-ს დროზე დაარიგოს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც არიგებდნენ ყოველი არჩევნების ოჯახში მიქონდათ, იმიტომ რომ ბევრი საზღვრები შეიცვალა ოლქების და ადამიანი თუ წინა არჩევნებზე და წინის წინა არჩევნებზე ერთ-ერთივე საუბნო უბანზე მიდიოდა ხმის მისაცემად, ეხლა ეს ყველაფერი შეიცვალა, ამიტომ მოუწოდებთ CSKO-ს. სასწრაფოდ მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი ამას საერთოდ არ აპირებდნენ, სასწრაფოდ მიიტანონ ეს საინფორმაციო ბუკლეტები ყველა ოჯახში, რომ ყველა მოქალაქე მიცოდეს, სად რომელ უბანში რამის სამართზე უნდა მისცენ ხმა. დიდი მადლობა ბატონიკა ბრძანებისათვის, წარმატებას გისურვებთ 30 მაისს. ნიკა ივანიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი და ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი გიორგი ლაღიძე. საღამოშიდობისა ბატონო გიორგი. საღამოშიდობისა. მობრძანდით. ბატონო გიორგი, დავიწყებ იგივე კითხვით, რაც გქონდა ბატონიკასთან. რატომ უნდა დაგიჭიროთ თბილისელებმა ხარი? დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონო ზალ, მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს. მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, მე არც ერთ პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილი ვარ არასოდეს. წლების მანძილზე მოღვაწეობდი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში 10 წელზე მეტი და ძალიან კარგად ვიცი ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემები. მართლაც და ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მათი უფლებები, პირველ რიგში სოციალური უფლებები, სამართლებრივი უფლებები და შემდგომ უკვე პიროვნული უფლებები. როდესაც ამ ადამიანებს უჭირდათ, მე ყოველთვის ვიყავი იქ, მაგრამ ფაქტი ერთია, საჭიროა უფრო მაღალი ტრიბუნა იმისათვის და უფრო მეტი ძალაუფლება, რომ გააკეთო ხალხისათვის საკეთილდღეო საქმე. ხშირად მეუბნევიან, რა რესურსები გაგაჩნიათ ამისათვის. ჩვენს გვერდით დგას ხალხი და ის ადამიანები, ვისაც ჩვენ წლების განმავლობაში დავხმარები ვართ და დავდგომი ვართ გვერდში. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით, ჩვენ არასოდეს არ ვყოფილი ვართ ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე მაქვს იმის პრეტენზია, რომ მივიღო საზოგადოების მხარდაჭერა. ბატონო გიორგი, თქვენი ერთ-ერთი დაპირება, რომელიც არის, ეს არის ტარიფების გაიაფება, მათ შორის ეს არის ტრანსპორტზე, თქვენ აცხადებთ, რომ 10 თეთრი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისის ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება დღეს, რომ ასეთი დაბალი ტარიფები შესთავაზოს მოსახლეობას და არ მოხდეს დაუშვათ სხვა სოციალური პროგრამების შეკვეცა. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მოხდა მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება, ეს იყო დაახლოებით 2 წლის უკან, მე მაშინ მართავდი საპროტესტო აქციებს მერიისა და საკრებულოს შენობების წინ, თუმცა არც ერთხელ არ გამოსულა მერიის არც ერთი ჩინოვნიკი და არ დაინტერესებულა იმ ხალხის ბედით, ვინც ჩემთან ერთად აპროტესტებდა ტარიფების მომატებას. მიმაჩნია, რომ თუნდაც დღევანდელ პირობებში დედაქალაქის ბიუჯეტს აქვს იმის საშუალება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულებრივ ადამიანებისათვის ღირდეს 10 თეთრი, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, ვეტერანებისთვის, დევნილებისთვის ეს იყოს უფასო. დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი არის დაახლოებით 800 მილიონიანი და ძალიან ხშირად თანხები ხარჯება ისეთ პროექტებში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის არის ნაკლებად სასარგებლო. დღეს ჩვენი უმთავრესი მაგალითად რა პროექტებია ეს ბატონო? თუნდაც ძალიან პომპეზური კონცერტების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რაც მილიონები ჯდება. აი ეს თანხები ცოტა მომჭირნეთ, რომ გაიხარჯოს და დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმა მოხდეს სწორად, ამასთან ერთად გახარჯვაც იყოს გამჭვირვალე. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი სოციალური პროექტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი, თუნდაც დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში. თავარია კეთილი ნება
და მტკიცენების ყოფა, რომ მოხდეს სოციალური პროექტების დაფინანსება. ჩვენს მოსახლეობას დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან უჭირს. დასაქმების პრობლემა აწუხებს საზოგადოებას, მიმაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე უნდა მოხდეს ადამიანების დასაქმება დედაქალაქში, რასაც რისგან გამომდინარეც მიმაჩნია, რომ ბიუჯეტში თავისთავად შემოვა დამატებითი თანხები და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა სოციალური პროექტები დავაფინანსოთ. დღეს არ ხდება 60 წელს გადაცილებული ადამიანების სამედიცინო დაზღვევა. არც ერთი კომპანია არ ახდენს ამ ადამიანების დაზღვევას, არ და ყველაზე მეტად ამ კატეგორიის ადამიანებს ესაჭიროებათ წამალი, ამ კატეგორიის ადამიანებს ესაჭიროებათ ექიმის დახმარება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა იყოს დედაქალაქის ხელისუფლებას გულისხმობ, უნდა იყოს თავისი მოქალაქეების, დედაქალაქის მაცხოვრებლების უფლებების დამცველი და პირველ რიგში მე მესმის ახლა ბიუჯეტი არ არის უძირო და თავისთავად ყველაფერს აქვს, ყველაფერი უნდა ჩაჯდეს ჩარჩოებში, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სამედიცინო დაზღვევა მოხდეს დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე. ეს არის ძალიან სერიოზული ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეთ. ამასთან ერთად ჩვენ პროგრამაში დეტალურად გვაქვს გაწერილი, დედაქალაქში უნდა გაიხსნას მუნიციპალური საავადმყოფო, პირველ ეტაპზე უნდა გაიხსნას ერთი საავადმყოფო, ამასთან ერთად მუნიციპალური აფთიაქი, რომელიც უფასოდ მოემსახურება პენსიონერებს, ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და დევნილებს. ესენი არიან იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენს დედაქალაქში საკმაოდ მრავლად არიან. ძალიან კარგია შადრევნების გახსნა, ძალიან კარგია ის, რომ დედაქალაქში შენდება ბევრი სასტუმრო, მაგრამ ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლები, ჩვეულებრივი გაჭირვებული ადამიანები თუ შეძლებენ ამ სასტუმროებში შესვლას და დასვენებას. ვერ შეძლებენ და ეს არის ჩვენი დედაქალაქის პრობლემა. მაგრამ სასტუმროები ხო კერძო ბიზნესია, დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ შენდება? მე ვიცი ძალიან ბევრი პროექტი, რასაც დედაქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს დედაქალაქის ბიუჯეტის სწორად განკარგვა და პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური პროექტები. დღეს ჩვენი გამოწვევა ჩვენი დედაქალაქის გამოწვევა არის სოციალური პროექტების დაფინანსება, რითაც ჩვენ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, უმუშევრობის დაძლევას. მე არ ვიცახი, რომ ეს პირველივე წელს მოხდება, თავისთავად ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის განვითარება და საერთო ჯამში მიმაჩნია, თუ იქნება ნებისყოფა და სიმტკიცე, ეს პრობლემა არის მოგვარებადი ამ წლების განმავლობაში. ბატონო გიორგი, ბატონიკასაც ვკითხე და თქვენც მინდა გაგიმეოროთ, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი, თუ თბილისის მერი გახდებით, რას გააკეთებთ თბილისის მერის პოსტზე პირველ ერთ თვეში დაუშვათ? პირველ რიგში ადმინისტრაციულ ორგანოებში და მუნიციპალურ სამსახურებში დაბრუნდებიან ის პროფესიონალი ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში უკანონოდ, ბევრი მათგანი უკანონოდ იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან. ეს არის სერიოზული პრობლემა. მიექცევა ყურადღება სოციალურ პროექტებს. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას. დღეს დედაქალაქში არის გარევაჭრობის პრობლემა, ძალიან ბევრი დედაქალაქის მაცხოვრებელი გარევაჭრობით ირჩენს თავს და იქ მიდიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლები და მათ უშლიან ხელს მუშაობაში. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა შეუწყოთ ხელი, მათთვის უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილები, სადაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს და შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. ამასთან ერთად ბიუჯეტიდან უნდა მოინახოს თანხები, რომ ამ ადამიანებს მივცეთ გარკვეული ფინანსები, თუნდაც კრედიტის სახით და ხელი შეუწყოთ თავისი საქმიანობის განხორციელებაში. ყველა ასეთი ადამიანის უკან დგაა 5-6 სულიანი ოჯახი. თუ ჩვენ გვინდა რეალურად სიღარიბის საბოლოო დაძლევა ბიზნესს და მცირე მეწარმეებს ხელში კი არ უნდა წაუჭიროთ, უნდა დავეხმაროთ ყველანაირად და ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო მეტად განვითარებისათვის. ამასთან ერთად ჩვენ შევქმნით ომბუდსმენის ინსტიტუტს მუნიციპალიტეტში, რომელიც დაიცავს მცირე მეწარმეების და ბიზნესმენების ინტერესებს და არც ერთ სამსახურს არ ექნება იმის საშუალება, რომ უპრაგონოდ შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, დააწიოკოს ის და ხელი შეუშალოს საქმიანობაში. მიმაჩნია, რომ დედაქალაქის მერი უნდა იყოს თვითოეული თავისი მოქალაქის, დედაქალაქის მოსახლის უფლებების დამცველი და ყოველთვის უნდა იყოს ამ ადამიანების გვერდით.
და არა ისე, რომ თქვა წინა საარჩევნოდ გახსოვდეს მარტო ადამიანები და შემდგომ მოკალათ და თბილ კაბინეტში. ეს სამწუხაროდ სცენია. და ბატონო გიორგი, თქვენც როგორც ბატონიკას ერთ წუთს გაძლევთ იმისთვის, რომ მიმართოთ ამომრჩეველს. მე მიმართავ დედაქალაქის მოსახლეობას, მიმართავ ჩვენ სამომრჩევლებს. მე არ უყოფილ ვარ არასოდეს ხელისუფლებაში, მოვდივარ იმის გამო, რომ რეალურად შევცვალო რაღაც უკეთესობისაკენ, მაგრამ ამისათვის მჭირდება მე საზოგადოების მხარდაჭერა, მოუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად მივიდნენ ისინი არჩევნებზე, დააფიქსირონ პოზიცია, შემოხაზონ 14 ნომერი და ისინი მიიღებენ უკეთეს ხვალინდელ მომავალს. დიდი მადლობა ბატონო გიორგი ლაღიძე გახდა ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ არჩევნის სტუდიაში დავით იაკობიძე და თამაზ ვაშაძე ისაუბრებენ დროებით. არჩევანი პირდაპირ ეთერში დავით იაკობიძესთან ერთად ბრუნდება. საღამოშტო ბატონ დავით, მადლობა სტუმრობის სტუდიაში. ბატონ დავით, და პირველი შეკითხვა, რატომ უნდა მოგცეთ ხმა თბილისელებმა? დეკემბერში წარმომაყენეს მერობის კანდიდატი და იმ დღიდან დაწყებული ამ კითხვას მიმეორებენ. ერთ-ერთი გადაცემის დროს კიდეც ვახსენე, რომ მომენასოს და იმის გავსა მეთქი. მე ყველას დავუსვი ეს შეკითხვა და დასაწყისისთვის იუმორის თვალსაზრისით. იმიტომ რომ მე ყველაზე მეც ვპირდები თბილისელებს ვიდრე სხვები, მე ვპირდები მათ, რომ მართვაში მიიღონ მონაწილეობა ქალაქის. მე როგორც პროფესიონალი შემიძლია დავანახო მათ თბილისი რაც წარმოადგენს დღეს და შევთავაზო ის მეთოდები და ფორმები, რა ფორმითაც ყველა თბილისელს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს თბილისის პრობლემებში. და ცენტრი ჩემი პრობლემისა, რომელზედაც იქნება კონცენტრირებული მთელი ყურადღება, ეს არის ადამიანი, თბილისელი კაცი, მოქალაქე, რომლის განვითარებასაც უნდა მიუძღვნათ მთელი ჩვენი შემოქმედებითი აქტივობა, რასაც განვახორციელებთ ჩვენი მერადარჩევის შემთხვევაში. აი სწორედ ამიტომ უნდა მომცენ თბილისელებმა მეხმა. რას ნიშნავს, რომ ყველა თბილისელი მიიღებს მონაწილეობას თბილისის განვითარებაში? ახლა ვეგეტყვით. აი როდესაც ვლაპარაკობთ თქვათ ესეთ თემაზე, როგორიც არის დასაქმება, ხო? ჩვენ შეგვიძლია რაღაცა პრევენტული ზომები გამოვიყენოთ, შევქმნათ ფონდები, ან არ შევქმნათ ასეთი ფონდები, მაგრამ შევქმნათ გარკვეული ფისკალური გარემო, რომელშიც დასაქმება გააქტიურდება, მაგრამ ეს არის ნახევარი ზომა. მთავარი და ამოსავალი გახლავთ იმ სოციალური სტრუქტურის ცვლილებები, რეკონსტრუქცია, რომელშიც ვიმყოფებით. ასეთ შემთხვევაში დასაქმება იქნება უფრო აქტიური და დასაქმების პრობლემა გადაწყდება. ასევე გადაწყდება სოციალური პრობლემები. აი სწორედ ამ თვალსაზრისით მოვდივარ მე, რომ ყველა მიიღებს მართვაში მონაწილეობას, როდესაც ცხადი და გამჭვირვალე იქნება ის ამოცანები, რაც მე ის წინაშე დგას. ის შესაძლებლობები, რაც მერიას გააჩნია და ყველაზე მთავარი, ის პრობლემები, რომელიც თბილისს გააჩნია. უმთავრესი დაწყებული თქვა დემოგრაფიული პრობლემებიდან, მისი ეკოსისტემის გრადი განვითარებიდან, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან და აი ამ სამი ძირითადი ელემენტიდან გამომდინარე, სხვა დანარჩენი მთავარი და უმთავრესი შეიძლება ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებები, რომელიც თავის შინაარსით შეიძლება თბილისის შესაძლებლობებსაც გაცდეს, მაგრამ რაც მთავარია, ეს იქნება თბილისელებისათვის უკეთეს ცხოვრების პირობების შექმნის გარანტიის საფუძვლები. რითი განსხვავდება თქვენი პროგრამა თქვენი კონკურენტებისგან? აი ამით რაც ვილაპარაკე. აი მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ ვამბობ, რომ სოციალურ სფეროზე დაუშვა ძალიან უყურეთ აქცენტები, აი როცა ვამბობ სოციალური სფერო, რას ვიტყვით აბა სოციალური სფერო, ხო? სხვა რამეს ვერ ვიტყვით. მე ვამბობ, რომ სოციალური სფერო, რომ სოციალურ სფეროში ვიმოქმედოთ, ეს ნიშნავს ჩვენი ორიენტირი იყოს ადამიანი და ეს განზომილება ხარისხობრივ მაჩვენებლებში გამოვხატოთ. პირველი ვთქვათ, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომი შესაძლებლობები თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისათვის. მეორე, სოლიდარული მოთხოვნები ჯანდაცვის სფეროში, რაც გამოიწვევს მის სიცოცხლის ხანგრძლივობის განვითარებას და კონდეს ასევე მოახდინოთ გარღვევა აგრეთვე განათლების სისტემაში. ესე იგი თბილისელის როგორც მოქალაქის, როგორც პიროვნების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება. და აქედან გამომდინარე ის ამოცანები და ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ჩვენ უნდა მივმართოთ ამისაკენ. ყოველთ ეს ზედმეტი ისეთი სიტყვები კი არ არის ზოგადი, აი ძალიან კონკრეტული ამ შემთხვევაში ვინც იცის
ქალაქი, ვინც იცის ქალაქის პოლიტიკა და ვისაც ესმის საერთოდ მაკროეკონომიკური პრობლემები. აი მე 26-ში მექნება პრეზენტაცია ჩემი კონცეფციისა მერიოდში ეს საკმაოდ სოლიდური ნაშრომია სპეციალისტები განიხილავენ და იმაში გაწერილია ყველაფერი სტრატეგიული მიმართულებების სახით მიმდინარე ტაქტიკური ამოცანების სახით ოპერატიული სამოქმედო სივრცის თვალსაზრისითაც და სტრუქტურის თვალსაზრისითაც და ყველაფერი ეს იწყება იმით თუ ინსტიტუციონალურად რას უნდა წარმოადგენდეს ქალაქის თვითმმართველობა აი ხლა ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ თქვა დემოგრაფიას ვამბობთ რომ თბილისში თქვა შობადობა მოკვდავობა არა დაბალანსებულია ერთმანეთთან არ არის თქვა სასარგებლო ჩვენი ქალაქის განვითარებისას მაგრამ აი ელემენტარულად თუ აიღებთ წინა აღრიცხვას მოსახლეობისას აღწერის მონაცემებს ნახავთ რომ თბილისში ცხოვრობდა 1,350,000 ეხლა ცხოვრობს 1,57,000 ესე იგი 300,000 კაცი აკლია ქალაქს თბილისელები იძახენ ქალაქი მონსტრი გახდა ქალაქი ნახევარი საქართველოა არაფერიც დააგვირდით 200,000 ლტოლვილი მივიღეთ დაახლოებით 100,000 კაცი მივიღეთ პერიფერიებიდან ხო ჩვენ ქალაქში აი მარტივად გეუბნებთ ესე იგი 600,000 კაცი გამოიცვალა ეს ქალაქი აღარ არის ქალაქი რომელიც წინა აღწერის დროს იყო ამ ადამიანებს სხვა შეხედულებები აქვს ბევრ საკითხზე სხვა მენტალიტეტი ჩნდება ამიტომ არსებობს ესე იგი სიახლისა და სიახლეების გენერაციის ესეთი ფორმები რომელიც ამ ხალხის გაცნობიერების საფუძველზე უნდა მოხდეს მათ უნდა იცოდნენ როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს თბილისი რა არის უმთავრესი პრობლემები და ამის შემდეგ შეუძლიათ მათ გააკეთონ არჩევანი აირჩიონ თქვა ხიდის მშენებლობა თუ აირჩიონ პრევენტული მედიცინა რომ ქალაქში ვირუსების რაოდენობა მოკდეს აი ბატონო ზალ დააკვირდით თქვენ სტუდიაში ხშირად არის შემთხვევა როცა უცბად ხველება აუტყდება ვიღაცას ხო შეგიმჩნევიათ აი უყურეთ ტელევიზორს ხველების გარეშე თბილისელი აღარ დადის მოკლედ ხო რა მოვლენაა ეს ქალაქის დამტვერიანებაა ეს არის ვირუსების გამრავლება ქალაქში და ასე შემდეგ. ეხლა მე გამოვიდე თბილისელებს უთხრა რომ მე ისეთ რამებს ვიზამრო ხველებით აღარ დაახველებთ მეთქი მე მინდა ძირეული ცვლილებები მე მინდა უმთავრესი მომენტები როცა ადამიანი გახდება მართლაც მფლობელი იმ გარემოსი რომელშიდაც არის როდესაც მას არ მოუჭრიან იმ ხეს რომელიც მას უყვარს და ბავშვობიდან ახსოვს და ვერ გაბედავენ ისეთი დიზაინის შესთავაზონ მის ქუჩაზე რომელიც მისთვის მიუღებელია და ასე შემდეგ თვითონ მიიღებს ამაში მონაწილეობას ხმების უმრავლესობით კი არა არამედ იმ კომპეტენციით რა კომპეტენციაც არის მოქალაქე იმ სიყვარულით რა სიყვარულიც მას ქალაქთან დამოკიდებულებას უქმნის და ანვითარებს. აი ეს არის ჩემი შეხედულებები. რა არის მთავარი პრობლემა დღეს თბილისის, რასაც თქვენ ხედავთ, რასაც აი წინა პლანზე შეგიძლიათ წამოწიოთ? ის რომ თბილისი არ ცხოვრობს საკუთარი შესაძლებლობებით. თბილისს აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობები, ვიდრე დღეს მოქმედებაშია. თბილისი ჩამორჩა საკუთარ თავს. და თბილისის წინაშე დგას უშველებელი ამოცანა რა იყოს საქართველოს მთელი მოსახლეობის გზამკვლევი გლობალურ გარემოში თბილისში უნდა ხდებოდეს ყველა სიახლის პრეზენტაცია და ყველა ეროვნული ფასეულობის პროპაგანდა თქვა აი სიტყვა ვიხმაროთ ქვეყნის გარეთ თბილისი უნდა შეიჭრას გლობალიზაციაში მოვიდა გლობალიზაცია და დაგვიფხრო ჩვენ პასიურად დავმორჩილდით. აი მაგალითად თბილისი გამოაცხადეს პოლიფონიური მუსიკის დედაქალაქად. და რა როლი ითამაშა თბილისმა თვითონ ამაში? ეს ხო ცალკეული ადამიანების დამსახურებაა და იმ ისტორიული საგანძურის, რომელსაც ქვია ქართული სიმღერა, ხო? თბილისმა რა როლი ითამაშა? შეიძლება ჩვენ კიდე რაღაცები გვაქვს ისეთი, რომლითაც შევიდეთ ამ გლობალურ გარემოში და ვაღიარებინოთ იმ საზოგადოებას. ჩვენ რატო უნდა მივიღოთ ის რაც მოდის? რატო არ უნდა გქონდეს ფილტრი, მძლავრი ფილტრი თბილისის საშუალებით? აი უზოგადესად ეს არის თბილისის მისია. თბილისი როცა შეხედავს ნებისმიერი ქართველი უნდა ამბობდეს რომ აი როგორც თბილისია ისე უნდა იყოს ბათუმში. ესე კი არა როგორც ბათუმში ამერე თბილისში გავაკეთოთ ჯერ ბათუმში და მერე თბილისში. აი როგორც თბილისია ისე უნდა იყოს სოხუმშიც და მოუნდებათ ჩვენთან მეგობრობა ცხინვალში და სხვაგან. ჩვენ უნდა ვიყოთ ფორპოსტი დემოკრატიისა, თავისუფლებისა, იმ ძალისა, რომელიც თავისუფლებას სჭირდება განვითარებისათვის.
ბატონ დავით, ეხლა თქვენ საუბრობთ ძალიან გლობალურ ცვლილებებზე, რაც შეიძლება დედაქალაქმა განიცადოს. მე უფრო კონკრეტულად მინდა ჩაეკითხოთ. მე ვარ ერთი თბილისელი ადამიანი, რომელიც ცხოვრობ დედაქალაქში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. მაქვს ჩემი კონკრეტული პრობლემები და უშუალოდ სოციალური თუ სხვა სახის. რა შვებას ვიგრძნობ მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი თბილისელი, იმ შემთხვევაში თუ ხმას მივცემ დავით იაკობიძეს. აი მე გეუბნები, დავით იაკობიძე შესთავაზებს მაგალითად შენი თაობის ხალხს, აბადეთ შენობით გითხარი, ხელმისაწვდომ ბინებს. შექმნის იმ მექანიზმს, რომელიც დააკავშირებს თბილისში აკუმულირებულ კაპიტალს, თბილისის ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, იმიტომ ამ სიტყვას ინფრასტრუქტურას ეხმარობენ, გეგონება რაღაცა შინაარს არც უყურებენ. თბილისის ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს, მის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს და ახალ დაცოლშვილებულებისათვის, ახალ შექმნილი ოჯახებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის შეიქმნება იაფი ბინები. არ იქნება დამოკიდებული ეს ბინები, მისი ფასი იმ კონიუნქტურაზე, რომელსაც სთავაზობს დღეს საბაზრო ეკონომიკა, რომელიც არ რეგულირდება შინაგანი კანონზომიერებებით. აი შეფასების სისტემაც არ არის. თბილისში ვერ დააპროგნოზებ სხვა რა იქნება საცხოვრებლის ფასი და მშენებლობა როგორ განვითარდება. არც ცხენია მაგალითად მერიას იყოს იმ შენობაში, რომელიც გარშემორტყმულია უშველებელი დაუმთავრებელი შენობებით, წლობით დაუმთავრებელი შენობებით, რომელიც არის მტვერის, რომელიც არის ჭუჭყის, რომელიც არის გარემოს აი როგორ გითხრათ, ხატრული სახის დამამახინჯებელი, ხო? და აი მე მოვიფიქრებ იმ მექანიზმებს, რომლითაც ეს სახლები დამთავრდება და ეს იქნება თბილისელების საცხოვრებელი. მე არ ვიძახი რომ მე ბიუჯეტიდან ავიღებ ამას. თბილის არ აქვს ბიუჯეტი. პირიქით მე პოლემიკაში შევალ მთავრობასთან, რომ თბილის კონდეს ბიუჯეტი. მე გითხარით თავიდან, თბილისმა უნდა იცხოვროს საკუთარი შესაძლებლობებით. და ამაში ვიგულისხმე ყველაფერი ის, რაზეც ვლაპარაკობთ. ასევე მე არ ვლაპარაკობ, რომ მე დაუკლებ ტარიფებს, გავხდი ამდენ კაპიქს და ამდენ თეთრს. არა, არსებითად დაუკლებ ტარიფებს, მაგრამ ვიტყვი მექანიზმს როგორ დაუკლებ. დიდი მადლობა და ერთ წუთს გაძლევთ ბატონო დავით, რომ მიმართოთ ამორჩეულს. ეს ძალიან კარგი წუთია, ძალიან მღელვარე წუთია, მე მიმართ ამორჩეულს, რომ მობრძანდენ არჩევნებზე, მხარი დაუჭირონ თავიანთ რჩეულს ამ შემთხვევაში და გამოხატონ თავისი დამოკიდებულება თბილისისადმი, თავისი სიყვარული თბილისისადმი და თავისი პასუხისმგებლობა თბილისისადმი. მე მადლობას გიხდით თქვენ ბატონო ზალ, იმისთვის რომ მომეცით საშუალება ესე გულახდილი ყოფილიყავით და იმისთვისაც რომ მე დარწმუნებული ვარ მრავალი ამორჩეველი შემძინეთ. დიდი მადლობა ბატონო დავით, წარმატებას გისურვებთ არჩევნებზე. დავით იაკობიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი და თამაზ ვაშაძეს ვთხოვ ახლა სტუდიაში. საღამოშტო ბატონ თავს, კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის ჩემთან მოგზანდით. სადაც თქვენ უკეთესად იგრძნობთ თავს? კი ბატონო. ბატონ თამაზ, დავიწყებთ ტრადიციული დღევანდელი კითხვით თქვენთანაც. რატომ უნდა მოგცეთ თბილისელებმა ხმა 30 მაისს? უპირველეს ყოვლისა, ბატონო ზალ, უღრმესი მადლობა მინდა გამოგიცხადოთ თქვენ კომპანიას, მივესალმები ტელემაყურებელს, რომ საშუალება მოგვეცით, ისევე მოხვედრილიყავით თქვენ სტუდიაში. მე ვიცი რამდენი წუთიც არის გამოყოფილი, მაგრამ ამ წუთიდან მინდა რამოდენიმე წამი გამოყო და ქართველ ხალხს ერთხელ კიდევ მიუსამძივრო დიდი პოეტის, საერთაშორისო პოეტის, ბატონ მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალება გამოუცხადო სამძიმარი მთელ ქართველ ხალხს, მისი დასაფლავება არის ხვალ სამების ტაძრიდან და ყველას ვთხოვ ეს უბრალოდ ვახსენებ, პატივი მივაღოთ საქართველოს პირველ პოეტს, ჭეშმარიტ პატრიოტს, უდაო ჭეშმარიტ პატრიოტს, საამაყო კაცს, ბატონ მუხრან მაჭავარიანს. მე დავკარგე მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი და ყველაფერი და მინდა რომ ქართველმა ხალხმა ეს გაითავისოს, რომ ჩვენ დავკარგეთ უდიდესი ადამიანი. ეს მინდოდა რომ მეთქვა. ახლა გადავდივარ თუ რატომ უნდა მომცეს თბილისელებმა მე ხმა. თბილისელებმა ხმა უნდა მიცეს ჩემ გავლილ გზას. და მე საქვეყნოდ მინდა განვაცხადო, რომ მე არასოდეს ტყუილს არ ვლაპარაკობ. რასაც ვლაპარაკობ, ვაკეთებ იმას. ასეთი კაცი,
რომ მე დამირგეს პირში მე ვთქვი და ის არ შევასრულე არ არსებობს. მეორე მე ბევრ რამეს გავაკეთებ ადამიანების ღირსების აღსადგენად. კერძოდ მე მივცემ ხალხს თავისუფლებას. მე მივცემ 4 წლის შემდეგ თუ კი მე რათა მირჩევენ რომ ადამიანები გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ზეწოლისაგან, ყოველგვარი პარტიულობისაგან და მათმა გამოხატონ თავისი საღი აზრი. თუ ჩვენ აზრის გამოხატვის საშუალებას არ მივცემთ ბატონო ზალ ადამიანებს, საქართველო დაიღუპება. საქართველო კატასტროფის წინაშეა. ჯერ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ხელა ტერიტორიები დავკარგეთ და მთელი გენოფონდი ჩავყარეთ მიწაში. სინდისი რო ხოდეს ჩემისთან ხალხს და მრავალ სხვას, საქართველოში დღეს უმრავლესობას შავი არშია უნდა ხოდეს გაკეთებული ხელზე და ვინმე რომ შეეკითხება, ვინ მოგიკვდაო, ასე უნდა უპასუხოს, სამშობლოს დიდი ნაწილი მომიკვდაო. ეს არის ტერიტორიები, რომელიც დაკარგა საქართველოს და რომლის აღდგენის პერსპექტივა არსად არ არის, ტყუილა ბზუილა ოპოზიციის მიდივილი მოდივილი, ამას არავითარი შედეგი არ მოყვება. რუსეთს არასოდეს უკან არსად არ დაუხევია, იარა და წყნარ ოკეანემდის მივიდა. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ხმა იმიტომ უნდა მოვცეს თბილისის მოსახლეობამ, რომ მე ყველა ოჯახის დამცველი ვიქნები. და არ არსებობს პრობლემა, რომელ პრობლემასაც მე არ მოუგვარებ ბაც კანონიერს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ კანონიერს. პირველ მისვლისთანავე, მე ვიცი თქვენი ტრადიციული შეკითხვები, რომელიც უსმენდი მე ჩემ წინამორბედებს, თქვენ ალბათ საკუთარი დაზვერვა ჰყავთ აქ, რომ ეს კანდიდატები მე მათ ყველას პატივს ვცემ ამ სამეულს, რომელიც მოვიდა. ჩვენ ერთი აზრი გვაქვს და დიდად არ განსხვავდება ჩვენი აზრი, ისინი ჭეშმარიტი პატრიოტები არიან, რომლებიც არ უნდა იყოს ჩემ წინ სამი კანდიდატმა, რომელმაც თქვენთან გაიარა საუბარი. მე შევქმნი კოალიციურ მთავრობას და კოალიციურ მთავრობაში მოვა ის ხალხი, ვინც არის მაღალი დონის პროფესიონალი და მაღალი დონის მცოდნე და პატრიოტი. მე მაქვს ჩემი მეთოდი. მაგალითად ესენი როგორ მუშაობენ? ყველა საკითხს უთანხმებენ მერს. ან პრეზიდენტი, ან მერი. მერი ამას ეს ყურები ეზდება და როგორც ლეღვის ფოთლები ისე უხდება ყურები. არა ბატონებო, მოადგილე რო ყავს მერს, ის არის მერი თავის საკითხში. რა საკითხიც აბარია მაგას და კეთილი ინებოს, რომ გააკეთოს ის კარგად ყოველგვარი შეთანხმების და ჩურჩულის გარეშე. ამით გამოჩნდება ადამიანის თითოეულ აზრის, ესე იგი საკუთარ აზრს არ ვერ უნდა წაართო ადამიანს. იგი უნდა მოქმედებს და მას უნდა ხოდეს საკითხის გადაწყვეტის უფლება. როგორ შეუძლია თბილისის მერს ერთ კაცს ყველა საკითხი გადაწყვიტოს, როგორც ეხლა არის, რომ ხარაულის დანიშვნას ყველა ყურში ჩაჩურჩულებს თბილისის მერს. და ეს მეთოდი არის საზიზღარი მეთოდი. წარმოგიდგენიათ, ობამას რო ყურში უჩურჩულებდეს თავის შტატის გუბერნატორები, ვისთვის დანიშნავს, ეს ტრადიცია თბილისში უნდა დასამარდეს და მე ამას დავასაბარებ. თბილისში კოალიციურ მთავრობის დროს არავითარი პარტიული ნიშანი და არავითარი წლოვანება. უპირველეს ყოვლისა პროფესიონალიზმი, ცოდნა და გამოცდილება და გაუნლილი გზა. გაუნლილი გზა არის სარკე ადამიანი თუ რას გააკეთებს მომავალში. აი ამას ვპირდები თბილისელებს და კიდე მე არ მინდა ისე წავიდე სამარეში, რომ ამდენი მდინარისა და წყაროს ფლობელ ქვეყანაში არც ერთ ქალაქში წყალი არ იყოს უგრაფიკოდ. ესე იგი მთავრობამ სააკაშვილის კანცელარიამ ზეპირად იცის რომელი ქალაქი როდის იმავს ტანს. ამაზე მეტი სირცხვილი ქვეყანაზე არსებობს. წყალი უგრაფიკოდ მე მივაწოდებ თბილის წყალს უგრაფიკოდ. ამას ვპირდები და გავაკეთებ. ახლა დეტალებში მე დრო არ ამას ბატონო თამაზ, რომელი ხელისუფლებას პირდება, რომ ცოტა ხელისუფლება რო პირდება ბატონო ზალ, მე მაშინ მე არ მინდა რომ ტავტოლოგია იყოს და ჩემი გადაცემები, ჩემი გამოსვლები ერთმანეთს გავდეს, მაგრამ უნდა ვთქვა, კი ხელისუფლება პირდება მაგას. მაგალითად არის ახლა ბილბორდზე წერია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მე ერთი სიტყვა მინდა შევცვალო. გასაკეთებელი კი არ არის ბევრი, გასალახი კიდევ ბევრია. უგულავ მარგალახა ხალხი, მაგრამ პრეზიდენტმა არ თქვა უგულავ გაწაბრძანებო. აი ეს ხალხი მივახლა აწიგძიგებული და მიცემს ხუთ რომ ვერ შემოხაზავს. ეს არის მე ყველას ვთხოვ, ვისაც საშუალება აქვს და ამის საშუალება ქართველ ერს ბევრს აქვს, აკაკის აქვს შესანიშნავი ლექსი ვეტრება. წაიკითხონ ის,
იქ გარკვევით წერია ვის უნდა მიცეს სხვა ქართველმა ხალხმა ვის უნდა მიცეს მე ვპასუხობ ჩემ შეკითხვას ჭეშმარიტ პატრიოტს ვისაც უყვარს სამშობლო უპირველეს ყოვლისა როდესაც ლუხუმი დაიჭრა კაცის მჭამელმა გველმა გაიგორა რომ ლუხუმი იყო სამშობლოსათვის ბერძოლი კი არ შეჭამა უმკურნალა კაცის მჭამელმა გველმა დაინდო სამშობლოს ოსიყვარულე კაცი ამიტომ ბატონებო უპირველეს ყოვლისა სამშობლო უნდა წამოაყენოთ წინ სამშობლო უპირველეს ყოვლისა დანარჩენი არის მიათეხარისხოვანი აი მე ვპირდები თბილისის მოსახლეობას ვერავინ ვერ გაბედავს ჩემი მოქალაქის იმას შეურაცხყოფას არაკანონიერებას ვერავინ იმიტომ რომ მათ ექნება შიში აი მეგრული სიმღერა რო არის ქუდია თუ ბოხოხია ყველას ხოდეს ჩემი შიში ყველას ექნება ჩემი შიში რაში შიში კარგი გაგებით მათვა იციან რომ თუ ჩემამდის მოვიდა აზრი რომ ვიღაცას უფლებები ირღვევა და ვიღაცას კანონიერებაში უშლის ხელს იმის უფლებები აღდგება მხოლოდ ავტორი მისი ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს მიეცემა მგრის ბილეთი რომ სამსახურში არასოდეს არ მიიღონ ის აი ასეთი შიში ექნება შიში კეთილშობილი იმიტომ რომ ყველაფერი შექმნილი არის ადამიანისათვის არის შექმნილი პარტია ქარხანა ყველაფერი როგორ შეიძლება გამოდიოდეს თბილისის მერობის კანდიდატების ზოგიერთი ნაწილი ახლა მე არ მითხრა რომ ვინმე სიმეშინია და ვერ დავასახელებ პირდებოდეს ამას პირდებოდეს იმას იმისაც რომ ხმები მიიღოს არა ბატონებო ხმები არ არის მთავარი არის რომ ხალხი ჩვენ არ ვიცით რისთვის მოდის ქალაქის მერის ზოგიერთი ნაწილი ზოგს პლაცდარმი უნდა ზოგს ესე იგი დღესვე ბრძოლა ხვალვე არა დაგვიანებულია დღესვე რა ბრძოლა ბატონებო ხალხი ინგრევა მე თბილის პირველ დღეს გავათავისუფლებ შტუკატურკისა და ბრიზგისაგან სოფლიომ გადადგა დიდი გიგანტური ნაბიჯები ნახეთ ახლა ესტაკადა საშენებენ და თხიპნიან რაღაცადი გაახედეთ რა ხდება სოფლიოში სად დაყიალობენ ეს ხალხი სადადიან საზღვარგარეთ ვერაფერს ვერ ხედავენ საშენ მასალები ასფალტს რო აგებენ არასწორად აგებენ ბატონებო მაგის შემადგენელი ნაწილები სხვანაირია ჯერ ჩამოვიდა ევროპა რომელმაც მოითხოვა თისქანების ესე იგი დამუშავება რათა იყოს ყველაზე მაგარი ასფალტის ფენა მაგრამ შეხედეს რა ქართულ იმ ხალხს რომელსაც არ უნდა თავის სამშობლოში კარგად დაგებული ხელად დინარის ინერტული მასალა გამოიყენეს ეს არის დანაშაული ჩვენ მილიარდობით იმას ვღებულობთ სეც იმისაც რომ დავაგოთ გზები აი ამას გამოუცხადებ ბრძოლას მე რომ თბილისში კეთდებოდეს ყველაფერი მაღალხარისხიანად მშენებლებს შეუქმნი ოაზის საჩუქრად პროექტი ადგილი და ნებართვა არავითარი ქრთამი უხილავი ქრთამები რომ დაგეალობს ოღონ ფული მოიტანოს ვინმე მე იმას მივცემ საშუალებას რომ დაიწყოს მშენებლობა მე წილს რასაკვირველია გამოართვები ხიდან მრავალშვილიან ოჯახებს რომ მივცემ ბინა ეს სხვა საკითხია ბატონ თამაზ და ერთი წუთი თქვენ რომ თქვენ სამომრჩეველს მიმართოთ ჩემ სამომრჩეველს მე მიმართავ ასე ჩემო ძვირფას ვამომრჩევლებო ტელეკომპანია რუსთაო იმედო პირველო არხო ყველა ჟურნალისტებო დიდი მადლობელი ვარ მე გამარჯვებული ვარ მე უცილობლივ რატომ იცი 100%-ით არა მაგრამ დიდი ნაწილით მივიტანე ჩემ ხალხამდე სიმართლე რომ მათი გონება გაიხსნას მე ბაზარზე გამოვიტანე გაშიშვლებული ყველაფერი და თქვენ არჩიეთ გინდათ მიეცით 18 ნომერს ამით თქვენ დაიბრუნებთ ბედნიერებას დაიბრუნებთ კაცი თქვენზე ზეწოლას ვერ მოახდენთ თქვენ იქნებით აზრის თავისუფლების გამომხატველი და მივმართავ კიდე პატრიოტებს ჭეშმარიტ პატრიოტებს რომელიც გზას არიან აცდენილი და ვიღაცა სხვის ბანაკში არიან აქ არის ეროვნული ძალები აქ არის ხალხი ვისაც უყვარს თავის სამშობლო და თავს დადებს თავის სამშობლოსათვის აი ეს მინდოდა რომ ეთქვა და მომბრძანით არჩევნებზე ნუ გარჩევდებით სახლში ძალიან გთხოვთ დავამარცხოთ ეს მტარვალი და მოვუყვანოთ ხალხს თავისუფლება აი ეს მინდოდა დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მადლობა ბატონ თამაზ წარმატებას გისურვებთ 30 მაისს თამაზ ვაშაძე გახდათ ჩვენი სტუმარი ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება სანდრო ბრეგაძე თავისუფლების არჩევანი ვისთვის იბრძოლებს კონსტანტინე გამსახურდიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში და რატომ არ ყავს თავისუფლებას მერობის კანდიდატი ოპოზიციის რაიმე წარმატებაზე საუბარი მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გარეშე ფაქტობრივად გამოიწყულია
რატომ ადანაშაულებს ალიანს სანდრო ბრეგვაძე ოპოზიციის დაშლაში და რა ინფორმაციას ფლობს რუსული გეგმების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. რუსეთი არაპირებს ფსონის დადებას არც ერთი პოლიტიკოსზე, რომელიც დღესდღეობით ჩანს, რომ ვითომ პრორუსული ორიენტაციის არის. რუსეთი აპირებს ფსონის დადებას იმ პოლიტიკოსზე, რომელიც საერთოდ არ ჩანს. რა შეთავაზება მიიღო რუსეთიდან პარტია თავისუფლებამ და რა პროგნოზი აქვს პარტიული სიის პირველ ნომერს 30 მაისის არჩევნებზე. არჩევანის სტუდიაში სანდრო ბრეგვაძე. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგვაძე. დიდი მადლობა სანდრო მობრძანებისათვის აღნიშნულობისა. სანდრო, გარკვეული განმარტებები ამ თემაზე ჩვენ უკვე მოვისმინეთ თქვენგან, მაგრამ მე მაინც მინდა რომ კიდევ ჩვენს მაყურებელს მოკლედ თავხსნათ. რატომ თქვით უარი, რომ პარტიას ყოლოდა თავისი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე და რატომ შემოვიფარგლებთ მხოლოდ საკრებულოთ? პირველ რიგში ალბათ თქვენთვისაც და თითოეული ადამიანისთვისაც, რომელიც ასეთ თუ ისე ჩახედული არის პოლიტიკაში და რომელიც მოვლენებს ადანებს თვალს, თვალნათელი არის ის, რომ თუ არ იქნა ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან დაყენებული მერობის კანდიდატურის პოსტზე, ოპოზიციის გამარჯვება ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გამორიცხული არის. პრინციპში მე შემიძლია ვთქვა, რომ შანსი არ არსებობს. ეხლა მე თუნდაც თქვენს წინასწრებს ვადევნებდი თვალს, საკმაოდ საპატივცემულო ადამიანები არიან თითოეული მათგანი, განსაკუთრებით ბატონი თამაზ ვაშაძე, უპატრიოტნესი ადამიანი, პატრიოტი ადამიანი, მაგრამ მათ ხო თითოეულმა მათგანმა იციან, რომ მათი გამარჯვების შანსი ფაქტობრივად ამ არჩევნებში არ არსებობს. ისინიც დარწმუნებულები არიან ამაში. და როდესაც არჩევნებში მიდიხარ შენ და იცი რომ დამარცხებული ხარ, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს. იგივე მინდა ვთქვა სხვა დანარჩენი მერობის კანდიდატებზე, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხების შედეგად ბევრად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს და რომლებიც ოპოზიციის სხვადასხვა ფრთას წარმოადგენენ. ისინი რა თქმა უნდა ერთმანეთს უყოფენ ხმებს და ამ ხმების გაყოფის ხარჯზე ხდება ის რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ბატონი უგულავა უპირობოდ გახდება ქალაქის მერი. სანდრო, ამ თემაზე მუდმივად არის საუბარი, როგორც კი დაიწყო თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია, სულ მუდმივად იყო, რომ შევთანხმდეთ მერობის კანდიდატზე, მაგრამ რატომღაც ვერასოდეს ვერ ხდებოდა ოპოზიციაში ამაზე შეთანხმება. რა არის ამის მიზეზი? რატომ ვერ მოახერხა ოპოზიცია თქვენი შეფასებით, რომ ჩამოყალიბებულიყო ერთიან კანდიდატზე? მე ახლა საერთოდ მიყვარს პირდაპირ საუბარი და მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გარიგებული არის ხელისუფლებასთან. იმისათვის რომ ითამაშოს ოპოზიციის მინდორზე და ოპოზიციურ კანდიდატებს წაართვას ხმები, ხოლო მეორე ნაწილში იმძლავრა ამ შემთხვევაში ამბიციებმა, მე რამდენადაც ხვდები, ანუ მათ ერთმანეთს არ დაუთმეს. სხვათა შორის მე ვერ დავაბრალებ რესპუბლიკელებს ხელისუფლებასთან ალიანსს, მაგრამ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი როლი იმაში, რომ ოპოზიციას არ ყავს საერთო მერობის კანდიდატი, ითამაშეს რა თქმა უნდა რესპუბლიკელებმა. ეს კალბატონი თინახი და შეიძლება გამიბრას და მე რაღაც კოკოლა დამაყარა თქვა სხვა სააგენტოების საშუალებით, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მე შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ ამას, მე უბრალოდ რეალობას ვადასტურებ, რომ როდესაც იყო ბატონ ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ჩადრაკის ასახლეში შეკრება, ზუსტად რესპუბლიკელები გახდნენ ჩემდა სამწუხაროდ ის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაშალა, ანუ არ მოხდა ოპოზიციის მიერ საერთო მერობის კანდიდატის ასე შეიძლება მაშინ პირიქითაც ვთქვათ, რატო არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, თუნდაც ირაკლი ალასანიას რუგლი, ირაკლი ალასანია საკმაოდ რეიტინგული კანდიდატი იყო. კი ბატონო, გეთანხმებით, მე ბატონ ირაკლის საკმაოდ პატივს ვცემ, მაგრამ არ შეიძლება პირობის დაყენება, გინდა თუ არა აი ამ კანდიდატს დაუჭირეთ ხარი, წინამდელ შემთხვევაში მე ჩვენ თქვენთან ვერ ვიქნებით. ჩატარებული იყო რა თქმა უნდა სოციოლოგიური გამოკითხვები, კვლევები ჩატარებული იყო და ვინც იქნებოდა ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატი, ეს იქნებოდა ბატონი ალასანია თუნდაც, თუ იქნებოდა ნებისმიერი სხვა, მისთვის მას დაუჭერდა მთლიანად ოპოზიციამ ხარს. ხა მაგალითად ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტად გამარჯვების შანსი ექნებოდა იგივე ლევან გაჩეჩილაძის ან ბატონ შალვა ნათელაშვილის, მაგრამ თუ კი მოხდებოდა ისე, რომ ბატონი ირაკლი აღმოჩნდებოდა ის კანდიდატი, რომელსაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერდა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებს, მე საუბარი დაუჭერდა მას მხარს, რა თქმა უნდა, ჩვენც უპირობოდ მას დაუჭერდეთ მხარს, მაგრამ ეს ესე არ მოხდა და დღესდღეობით ჩვენ ვიღებთ საკმაოდ რთულ და უცნაურ სიტუაციას, როდესაც ოპოზიციური კანდიდატები, რომლებიც წინასწარ განწირული არიან ამ ბრძოლაში და რომლებიც კიდევ არ თანხმდებიან, ჩვენ მე გუშინაც განვაცხადე იმის შესახებ, რომ დაჯექით ბატონებო
ჩვენ ხო არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ხო არც თანამდებობის ვითხოვთ და არც მერობის კანდიდატი არ ვქოთ. დაჯეკით, მოილაპარაკეთ და ერთი კანდიდატით გამოდით თამარჩენებს, მაგრამ თუ კი ესე არ მოხდა, ისინი ფაქტიურად ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ გამправებლები ხდებიან ბატონი უგულავას გამარჯვების, ანუ ისინი აკანონებენ ბატონი უგულავას გამარჯვებას და მე გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო კანდიდატს ამ შემთხვევაში გაყალბებაც კი არ დაჭირდება იმისთვის, რომ მან გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ანუ ტაქტიკურად ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში უგებს მთლიანად ოპოზიციას. ანუ მათი ტაქტიკა ბევრად უფრო მოქნილი არის და ბევრად უფრო მოქნილად მოქმედებენ ისინი, რაც ხდება ჩემ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების გარანტია. მე კიდევ ერთხელ აი თქვენი ეთერის საშუალებით მინდა მიმართო თითოეულ მერობის კანდიდატს, რომლებიც ოპოზიციიდან არიან, რომ მათ დათმონ ეს ამბიციები. თქვით რომ კიდევ არსებობს მაგის შანსი 9 დღე არის არჩევნებმა დარჩენილი, რომ მართლაც ოპოზიცია ეხლა ამ 9 დღეში შეთანხმდება ერთიან კანდიდატზე. 2 დღე კიდევ დარჩა იმისთვის, რომ რაღაცა გამოვიდეს, თორემ რა თქმა უნდა, შემდგომში, როდესაც რამოდენიმე დღე იქნება ან ბოლო კვირა დაიწყება საარჩევნო, ეს ფაქტიურად გამორიცხული არის, მაგრამ ხო იცით, იმედი ბოლოს კვდება და მე კიდევ ერთხელ სურს მათ უთხრა, რომ აი დაბრძანდნენ ის თითოეული მათგანი საპატივცემულო ადამიანი არის ჩემთვის დაბრძანდნენ და შეთანხმდნენ ეს მე მაქვს ძირითადად 3 კანდიდატზე საუბარი ეს არის ბატონი ირაკლი ალასანია ბატონი ზვია ძიძიგური და ბატონი გოგი თოფაძე მე ამათ ვთვლი ამ შემთხვევაში იმ კანდიდატებად რომლებმაც უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ამ საკითხზე თორემ ეხლა ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი რომ ამას არ გააკეთებს მე ძალიან კარგად ვიცი იმიტომ რომ ფაქტობრივად ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი დღესდღეობით გვევლინება სახელმწიფოებში წარმომადგენლად, ანუ ის არის სახელმწიფო კანდიდატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ასრულებს ჩემ და სამწუხაროდ ხელისუფლების დაკვეთას, ანუ თამაშობს ოპოზიციის ფლანგზე და ოპოზიციას ართმევს ხმებს. მე მინდა იგივე ბატონ ირაკლის მიმართვა ალასანიას, რომ მე ხლა ჭკუას არავის არ ვარიგებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების მიერ არჩეულმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ მას საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა წინასაარჩევნო პერიოდში და მე ვფიქრობ, რომ რატომ დააზარალეს რესპუბლიკელებმა თავიანთ ლიდერი? თქვენ თუ გახსოვთ ბატონი ირაკლი მიბრძანდა ჭადრაკის სასახლეში, როდესაც იყო შეხვედრა და როდესაც უკვე ფაქტობრივად გაცხადდა ის, რომ ოპოზიციას ეხოლებოდა ერთიანი მერობის კანდიდატი და შემდგომში ამ ადამიანს რა თქმა უნდა ულტიმატუმების ენით დაუწყეს საუბარი იგივე თავისი გუნდის წევრებმა, რაც რა თქმა უნდა გახდა მისი გადაწყვეტილების შეცვლის ძირითადი. მაგრამ იქ იყო ერთი კონკრეტული, ასე ვთქვათ, მეს გზავნილი ალასანიასთვის და პრობლემა იქ აცხადებდნენ რომ ყველა მინუს ნოღაიდელი ასეთ ფორმულას თავაზობდნენ. იცით რა არის მე საერთოდ ბატონი ნოღაიდელის დემონიზაციის მოწინააღმდეგე ვარ. ჯერთი ბატონი ნოღაიდელი არ წარმოადგენს ახლა ოპოზიციაში ჯერჯერობით ისეთ ფიგურას, რომელიც რაღაცას წყვეტდეს და როდესაც რაიმეს გაკეთება არ გინდა ყოველთვის გამოჩნდება რაღაც საბაბი რომ ეს არ გააკეთო. არ იქნებოდა ბატონი ნოღაიდელი, იქნებოდა ვიღაცა სხვა და არ სხვა მიზეზი, რომლის გამოც ეს არ მოხდებოდა. ეს არის ელემენტარულად ამბიციების და ზოგიერთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგი, რომლის შედეგსაც ჩვენ და სამწუხაროდ ქართული ოპოზიცია მიიღებს 30 მაისს და მე არ მინდა რომ ეს დღე ესეოდენ კატასტროფულად დამთავრდეს ოპოზიციისთვის, რადგანაც ეს მოსახლეობაში კიდევ უფრო გააღვივებს იმ ნიჰილიზმს, რომელიც სამწუხაროდ დღეს მოსახლეობას. მაშინ რა აზრი აქვს საკრებულოსთვის ბრძოლას ბატონო სანდრო? აი მე თუ ასეთი ნიჰილიზმი არის დღეს. მაშინ როდესაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ოპოზიცია არ შეთანხმდა საერთო კანდიდატზე, მერის არჩევნები წაგებული არის, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში საკრებულოს, იმიტომ რომ საკრებულოში ოპოზიცია და ჩვენ ვიცით თბილისის მოსახლეობის განწყობა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიცია შესაძლოა და ალბათ ესეც მოხდება, წარმოქმნილი იქნება საკრებულოში უმრავლესობით. ანუ სხვა პოლიტიკური ჯგუფები გავლენ საკრებულოში, მაგრამ იქ ისინი უკვე იძულებულები იქნებიან, რომ თუ კი სურთ რაიმე უმრავლესობის ჩამოყალიბება, შექმნან იქ კოალიციური უმრავლესობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკრებულოს ენიჭება საკმაოდ დიდი ფუნქცია, რამე თუ საკრებულო ხდება ფაქტობრივად მერის არათუ მაკონტროლებელი, არამედ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი რამის გადამწყვეტელი ორგანო. აი მე თუნდაც ახლო წარსულს გაგახსენებთ, როდესაც
მიხეილ სააკაშვილი მოვიდა უმრავლესობით საკრებულოში და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. მაშინ ბატონმა სააკაშვილმა შეექმნა მაშინ რა თქმა უნდა, იქ ბატონი ვანოზოდელო უკვე ფაქტობრივად ვერაფერს ვერ წყვიტავდა და ქალაქის მართვა გამგეობა თავის ხელში აიღო მთლიანად თბილისის საკრებულომ. თუ კი საკრებულო იქნება ოპოზიციური და თუ კი საკრებულო იქნება ძლიერი, საკრებულო გახდება იმის გარანტი, რომ არსებულ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას გამოეცლება ისეთი მძლავრი ბერკეტი ხელიდან, რასაც თბილისი, ანუ საქართველოს დედაქალაქი ქვია. გადროსადრო თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ რუსულ მხარესგან თქვენს პარტიას ჰქონდა კონკრეტული შემოთავაზება, დაფინანსება, რომ მიგეღოთ დაფინანსება. ბატონო. რა სცენარზე იყო საუბარი? რა უნდა შეესრულებინა პარტია თავისუფლებას იმისთვის, რომ რუსული დაფინანსება მიეღო? ჩვენ მე განვაცხადე რომ მოლაპარაკების პროცესში არ შესულვართ, იმიტომ რომ როდესაც მოლაპარაკების პროცესში შედიხარ რომელიმე ძალასთან, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი არის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეიძლება რაღაცა დათმო და ანუ გაიზიარო ის მოთხოვნები, რომელი მოთხოვნებიც მას აქვს შენ დამი. ამიტომ რაღაც დაკონკრეტებაზე აქ არ ყოფილა საუბარი, იმიტომ ჩვენ აღარ გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით დიალოგი, მაგრამ იყო ესეთი მოსაზრება, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოში დასაყრდენად არა მოქალაქეთა კავშირიდან ან ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ძალები, არამედ მას სჭირდება ეროვნული ძალები, ის ძალები, რომლებიც წარმოადგენენ ზვიად გამსახურდიას დროინდელ კანონიერ ხელისუფლებას და აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო წარსულშიც ოპოზიციაში იყვნენ საკმაოდ აქტიურად. ეს სხვათა შორის ეს გათვლა მე საკმაოდ ჭკვიანურად მეჩვენებოდა და მეჩვენება რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საქართველოში საკმაოდ მძლავრი არის ეროვნული ძალებისადმი მხარდაჭერა და მხოლოდ ერთი ფაქტორი არის, რაც ეროვნული ძალების გამარჯვებას უშლის ხელს, რომ მათ არ აქვთ ერთიანობა. ეს შემოთავაზება იყო, მაგრამ ჩვენ ჩანასახშივე მოვსპეთ ამასთან დაკავშირებით საუბარი. სხვა შორის მათ ალბათ გაითვალისწინეს. შეგიძლიათ თქვათ ვისგან იყო ეს შემოთავაზება? დალოგოთ მე და თქვენ მამაკაცები ვართ და ვიცით სიტყვის შენახვა და აქედან გამომდინარე მე არ შემიძლია სიტყვას მიცემული ამ პერსონების სახელების დასახელება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესენი ახლო წარსულში ქართულ პოლიტიკასთანაც იყვნენ დაკავშირებულები და რუსულ პოლიტიკურ წრეებთანაც საკმაოდ ისეთი ინტენსიური და სერიოზული კონტაქტები გააჩნიათ. მაგრამ ჩვენ არ წავედით ამაზე, იმიტომ რომ მე წამს ესე და ჩვენ წამს, რომ არც ერთი ქვეყნის მიერ მართული ხელისუფლება არ უნდა იყოს არასოდეს საქართველოს. თქვენ ასევე თქვით, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი არ არიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ფსონს დადებს დღეს მოსკოვი. რა გაძლევთ ამის საბაბს? მე მაძლევს ამის თქმის საბაბს ის ინფორმაციები, რომლებიც მე მაქვს და ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მომეპოვება ხოლმე, ეს პირადი კონტაქტები არის, მე ვიცი რუსული სცენარი არ არის ისეთი მარტივი, როგორც ხშირ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობას მიეწოდება, ან მას წარმოუდგენია. რუსები ფიქრობენ, რომ რუსები ფსონს არ დებენ ქართველებზე, თვით იმ ქართველებზეც კი, რომლებიც იქ მოვაწეობენ, აი ბატონ ებრალიძეზე მაქვს საუბარი, ან ბატონ ხუბუტი ან სხვებზე. მათ მაინც არ ენდობიან, იმიტომ რომ ისინი არიან ქართველები. რუსების ოცნება არის, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოვიდეს პიროვნება, რომელსაც ექნება მხოლოდ და მხოლოდ წარმომავლობა ქართული, ხოლო მისი კავშირები საქართველოსთან ფაქტობრივად არ იარსებებს, რაც იქნება იმის გარანტორი, რომ ის ყურმოჭრილი მონა იქნება და ყველანაირ როგორ უნდა მოვიდეს ადამიანი ხელისუფლებაში? ალბათ ძალით თუ დასვავენ, თორე ხა ეგეთ ადამიანს ჯერჯერობით საქართველოს მოსახლეობამ ხარს არ დაუჭერს. თქვენ მე მგონი არ ახართ იმდენად მიამიტი, რომ ფიქრობთ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში ვინმეს მოყვანას კონსტიტუციური გზით, რა თქმა უნდა. რუსეთმა თუ მოახერხა საქართველოში თავისი ადამიანის მოყვანა, ეს ადამიანი მოვა არაკონსტიტუციური გზით, ანუ არაკონსტიტუციური გზით. ეს სამხედრო სცენარზე არის. ხო, ეს სამხედრო სცენარი იქნება თუ ნახევრად ბიშკეკის სცენარი იქნება. ეს კაციშვილმა არის და ეხლა არიან მუცლით მეზღაპრე ექსპერტები, რომლებიც 1000 გვარ რაღაცებს ბოდავენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არავინ არ იცის, რამდენადაც მე ვიცი, ეს იცის FSB-ს რამოდენიმე მაღალჩინოსანმა და რუსეთის უმაღლესმა პოლიტიკურმა ელიტამ. სხვა შორის რუსეთი ამას ბოლო მომენტებში გამოაჩენს ამ პიროვნებას, ეს არის მათი სტილი. თქვენ თუ გახსოვთ, ბატონი პუტინი საერთოდ არავისთვის არ იყო ცნობილი როგორც პოლიტიკური ფიგურა და უცებ გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და მან გაიგეთა რამოდენიმე თვეში თავბრუდახვევი კარიერა პრემიერ-მინისტრობიდან შემდგომში რუსეთის პრეზიდენტობამდე. ანალოგიურად მოხდა ბატონი მედვედევის შემთხვევაში, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ ბატონი ივანოვი იქნებოდა პუტინის მემკვიდრე, მაგრამ უცებ გამოჩნდა ბატონი მედვედევი, რომელიც არ იყო ფართო საზოგადოებისთვის
საქართველოსთვისაც შეიძლება ასეთ პიროვნება მზადდება ვინმე? რუსებს ფანტაზიები არ ყოფილით ხოლმე რაღაც ისეთი ფანტაზიები არ აქვს და მათ ურჩევნიათ ხოლმე აპრობირებული მეთოდები გამოიყენონ, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ერთი ინფორმაცია, რომ აქ არ არის მარტო ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს დაშლა დანაწევრებაზე საუბარი და აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს რამოდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებულ ტერიტორიულ ერთეულად. მე არა მაქვს აქ საუბარი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთს, მე მაქვს იმ ტერიტორიებზე საუბარი, სადაც დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. ანუ ეს ნიშნავს ქვეყნის ფაქტობრივ დაშლას და ეს ნიშნავს ფაქტობრივ ქვეყნის განადგურებას. ამავე დროს საუბარი არის კრიმინალების შემოსვლაზე საქართველოში, რაზეც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რამდენადაც მე ვიცი და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა მე ცოტათი მძიმე სურავს ხატვა, მაგრამ ეს რეალობაა და მე მინდა ყველა მიცოდეს. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს ამ მდგომარეობაში, მაშინ აღარავის აღარ გვამახსოვრება არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამას ეს რომ მოხდეს, ამას სჭირდება მაპროვოცირებელი ფაქტორები. და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორები რომ არ იყოს პირველ რიგში, ეს მაპროვოცირებელი ფაქტორები არ უნდა შექმნას ხელისუფლებამ. აი მაგალითად ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ის, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებამ გაიმარჯვოს რაღაც ძალიან მაღალი პროცენტით და ალბათ მიზანშეწონილი იქნება, რომ სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, მას დაუკანონოს ეს გამარჯვება, ანუ ბოლომდე არ იყოს ბრძოლა. არ უნდა მოხდეს პოზიციების რადიკალიზაცია, არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში რელიგიური ფაქტორზე პროვოცირება. მე ახლა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ ის რაც მოხდა ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, ეს იყო ფაქტობრივი პროვოკაცია, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოს დროების წისქვილზე აცხამს წყალს და ეს პროვოკაცია პირველ რიგში მე თქვენი ეთერით მინდა განვაცხადო, განახორციელა ბატონმა თევზაძემ და ამ უნივერსიტეტის რექტორატმა, რაც რა თქმა უნდა ცეცხლთან თამაში არის. მე არ ვიცი სოროსისგან მიიღეს ეს დავალება თუ სხვისგან, მაგრამ რომ გონიათ ამ ადამიანებს, რომ ისინი თავიანთ ბნელ საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში ეს საქმე შეიძლება რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს და მე გარწმუნებთ, რომ ამას აუცილებლად გამოიყენებს რუსეთი და იმასაც გარწმუნებთ, რომ რუსეთისთვის ეს საკმაოდ მომგებიანი თემა გახდება და არ შეიძლება ესეთი პროვოცირება თუ პროვოცირებაც, აი, იცით რა შეიძლება. თუ ელოდებით რაიმე ასე დაუშვათ არჩევნების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ეს არის მოწონილი ყოველთვის. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, რუსები ჩქარობენ და ამ წლის გადაცილებას არაპირებენ, რათა ეს სცენარი განხორციელდეს. მე არ ვიცი ნამდვილად ეს არჩევნების შემდგომ იქნება, ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების დროს, იმიტომ რომ სიმბოლოები უყვართ, თქვენ გახსოვთ ოლიმპიადის დაწყების დროს მოხდა ცხინვალში განვითარებული მოვლენები, თუ ეს მოხდება შემოდგომაზე. ხა მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ და არასოდეს არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ეს არ იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეყო კეთილგონიერება იმისა, რომ არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე, რომელიც რუსებმა დაგეგმეს და რომელიც რუსებმა განახორციელეს. ხომ ეს ხო ფაქტი არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში ის, რომ რუსებმა ეს თავის გეგმა არ განახორციელონ და მე მინდა აგრეთვე აღნიშნო ისიც, რომ რა თქმა უნდა ამაში არის ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, მაგრამ თუ კი ოპოზიციას გაუყალბებენ არჩევნებს, თუ კი ოპოზიციას არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ კონსტიტუციური გზით იბრძოლოს, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური პარტია რა თქმა უნდა იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად. თუ კი მას არ დაუტოვებენ არანაირ შანსს და თუ კი ისინი იქნებიან ფაქტობრივად მარგინალიზებულები, რა თქმა უნდა ოპოზიციას არ დარჩება სხვა შანსი, რომ გარდა იმისა, რომ მან დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. აი შემდგომში ვინ გამოიყენებს ძალიკვან საპროტესტო გამოსვლებს? ამას ოპოზიციას არავინ არ შეეკითხება და არც ხელისუფლებას და აი ამიტომ მე რომ აქ არის საკმაოდ ფრთხილი მიდგომები. აი თუნდაც იმ აღლუმთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს იმართება, არ არის ესეთი რაღაცა, იცით რაც გავს კორიდაზე გამოსული ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას. არ უნდა გააღიზიანო შენ და როდესაც ამის პროვოცირებას ახდენ, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება საბოლოოდ საკმაოდ ისეთი შედეგები გამოიღოს, რომ რაც ის არის. აი მე ძალიან დიდ ბოდიში მოგიხდით, მინდა აი მცირე მაგალითები მოგიყვანოთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. აი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დროს გადავაცილეთ. აი ამიტომ აი ესეთი პროვოცირება, აი მაგალითად ჩემს რაიონში გამგებელი იყო ნაციონალებიდან კენჭდა, გამგებელი და ქრისტიანი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ერთად დასდევენ ჩემ პლაკატებს და ხევენ. მე მინდა მიმართო ბატონ
გამგებელს, რომ ეხლა ის ქრისტიან დემოკრატების დეპუტატობის კანდიდატი პატარა ბავშვი არის და თვითონ ეხლა საკმაოდ დასული პიროვნება არის და ეხლა პლაკატებზე სირბილი და ამის ხევა არაფერი არის, მაგრამ დღეს უფრო საგანგაშო ინფორმაცია მომივიდა მე, რომ ჩემ პლაკატებს დაესიენ ათეისტთა და არატრადიციული ორიენტაციის რაღაცა საზოგადოების წევრები, რომლებიც ესევე ხევენ ამას და ჩემ თანაპარტიელებმა ესენი დაიჭირეს. ანუ და ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში ისინი მე არჩევნებში არ გამომარჯვებინებენ. ანუ ხდება სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად. არ შეიძლება ამ სიტუაციის დაძაბვა და მე მინდა გითხრათ, რომ თუ კი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში ოდესმე თუნდაც ადგილობრივ დონეზე ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, მაშინ ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ უწევია დიდი დრო, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ჩვენ სახელმწიფოებასაც დაემუქროს ძალიან დიდი საფრთხე. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეს ხელისუფლება და მისგან კონტროლებადი ჯგუფები. არ შეიძლება, აი მე მინდა თქვა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული წილისწამებული კამპანია. იმიტომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახლავთ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და აი ამ ადამიანის მხრებზე დგას დღესდღეობით ქართული სახელმწიფოებრიობა და ვინც მას ებრძვის, ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც ის ადამიანები და ის პირთა ჯგუფი არის არა მარტო პატრიარქის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი, რომლებმაც არ უნდა ბატონო, და ძალიან მოკლედ შეიძლება როგორია თქვენი პროგნოზი 30 მაისს? ჩემი პროგნოზი არის ესეთი, მერობის კანდიდატებზე მე გითხარი, მაგრამ ერთი სახალისო ისტორიით დავამთავრებ ამას. აი მაგალითად ჩემი არჩევნების შედეგებზე შემიძლია თქვა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აკაკი წერეთელმა თავის დროზე თავის მშობლიურ რაიონში საჩხერეში წააგო არჩევნები და როგორც ამბობენ, მას მოუგო არჩევნები გვარად ვინმე კროჭმა, ესეთი გვარი არსებობდა და მე ვფიქრობ, რომ და აკაკი რა თქმა უნდა გულდაწყვეტილი იყო ამით. ეხლა მე აკაკი არა ვარ და აკაკი წერეთლის ნაერები საკმაოდ ცოტანი არიან საქართველოში, მაგრამ კროჭები საკმაოდ ბევრი არიან და არ მიცვეთ კროჭებს იმის საშუალება, რომ მათ გაიმარჯვონ ამ არჩევნებში. დიდი მადლობა ბატონო სანდრო მობრძანოვიჩად, სანდრო ბრეგაძე გახდათ ჩვენი სტუმარი, ჩვენ მომავალ პარასკევს კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ და ჩვენი სტუმრები კვლავ მერობის კანდიდატები იქნებიან დროებით.